საღამო მშვიდობისა, მეგობრებო, გამარჯობათ, როგორ ახართ? წინა ვიდეოში თქვი მოვალ საღამოს და პატარა ვიდეო მინდა ჩავწერო მეთქი და აი მოვედი. ჯერ გეტყვით იმას, რომ დავლიე წნევის ამწევი რაღაცები და უკეთესად ვარ, ღმერთს მადლობა. სულ არ ბოლომდე არ მაქვს თქვა, მაგრამ არ ავშევს. დავიწყოთ ეგ თემა. მე ვიყავი სალონში, შევიჭერი თმები, არ ვიცი როგორ მაქვს, რა ვიცი. ძალიან მოკლე და მინდოდა გაჩვენებთ, აი როგორ მაქვს. მიგოიკანდა ჩანს. ძალიან მოკლედ არ მინდოდა, იმიტომ რომ არ მომწონს ჩემს თავზე მოკლეთმა, მე მგონი ცუდად არ მაქვს და არაუშავს არის. ეხლა სალონში ნამყოფი და დასწორებული თმა სულ სხვანაირია და იმიტომ ვიყურები ეხლა ასე რომ მეც დავინახო. და სახლში რომ მოხვალ და მე ერთ-ორ დღეში კიდევ სხვანაირი. არა, შეჭრეს არ ვერჩი, შვენივრად შემჭრა და ამ გოგოსთან დავდიოდი მე ყოველთვის. უბრალოდ ჩემი თმა ძალიან თხელი და რაღაცნაირი. კარგი, ამ თემასაც შევეშვათ, მიხდება თუ არ მიხდება, ეგ არის. ფორმა ცოტა კი შევცვალე. ეხლა მეგობრებო, რადგან თქვი მე მოვალ და იმ თემას შევეხები მეთქი, დღეს მე დილის ვიდეო ეს წუთია დავდე, იმიტომ რომ ვიდეო გადავიღე და სანამ ავტვირთავდი ვიდეოს ხომ უნდა დამონტაჟება, ვერ მოვიცალე, სალონში დავრეკე და იქაც დრო ისე მითხრა, რომ აღარ დამჩა იმის დრო და უცებ გავიქეცი და ერთი სიტყვით ვერ ჩავწერე, ვერ დავდე ვიდეო და ეხლა გავუშვი. დილის ვიდეოს საღამოს უყურებთ და დილამშვიდობისას გეუბნებთ. ეგეც გამიგეთ და ეხლა წერ ვიდეოს, ამასაც ალბათ სადღაც 10-ის მერე დავდებ, იმიტომ რომ მოასწრათ იმ ვიდეოს ნახვაც, რაც დავდე, იქ არ არის ისეთი ვიდეო, მაგრამ ვერ ვიყავი და სხვა არაფრის თავი არ მქონდა. ეხლა იმ წუხანდელი ვიდეოდან დღეს დილამდე რაც იყო კომენტარები, მერეც დიდი დრო გავიდა ეხლა ამ დრომდე და რაც ვნახე კომენტარები, აი ყველას მეგობრებო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ყველა მომაწოდეთ თქვენი აზრი, იმიტომ რომ მე ვნახო შვება და მე ვიყო უკეთესად. მესმის გასაგებია ჩემი კეთილდღეობისთვის მეუბნებით და სწორად მიგაჩნიათ და არ ვამბობ მე იმას, რომ მე მარწმუნებთ იმაში, რომ შევიცვალო რელიგია და მე გავხდე ქრისტიანი. თქვენ არ მარწმუნებთ ამაში. თქვენ ცდილობთ ჩემს გამოჯანმრთელებას. მე ასე ვფიქრობ. და მეუბნებით იმას, რომ მეც ვახსენე ვიდეოში, ჩვენ ქართველები ვართ ქრისტიანები და არა მუსლიმანები, ჩვენ ვართ გამუსლიმანებული ერი. ეგეც მეც ვთქვი და თქვენც ამას მეუბნებით და დაუბრუნდით თქვენს რელიგიას. მე ანუ ქრისტიანობას. მესმის მეგობრებო, მესმის. ძალიან კარგად მესმის, რასაც მეუბნებით, ოღონდ ერთ რამეს გთხოვთ. ჩემს გამო ერთმანეთს არაფერი არ უთხრათ. გთხოვთ ძალიან, რისი თქმაც გინდათ, მე მითხარით, მე დამიწერეთ კომენტარი, გთხოვთ. მე იმიტომ ბევრი ვიფიქრე და იმიტომ სანამ ამას დავდებდი ამ ვიდეოს, ძალიან ბევრი ვიფიქრე და ძალიან გვიან დავდე მეთქი, რომ ვიცოდი აქ რაღაც მაინც იქნებოდა ცოტა
ხდები, იმიტომ რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია. ეხლა მე აქ რომ თქვათ მუსლიმანები მიყურებდნენ, მე და ვიცი რომ მიყურებენ, შეიძლება სულ სხვანაირად წავიდეს კომენტარები და თემები. მე ეს არ მინდა, მეგობრებო, ხვდებით ალბათ რასაც ვამბობ, მე ეს არ მინდა. მე მომწერეთ, რაც გინდათ ის, ოღონდ ერთმანეთს არაფერი არ უთხრათ, ძალიან გთხოვთ. და მეგობრებო, იმის თქმაც მინდა, მართლა ყველას გაფასებთ, ყველა მიყვარხართ, ამას მართლა ჩემი გულით, ალალი გულით გეუბნებით. მადლობა იმისთვის, რომ მითხარით ჩვენ რელიგიის გამო არ ვუყურებთ ადამიანის სიყვარულს, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა მაგას, ესეც მითხარით, მადლობა მეგობრებო. აი როგორ რაღაც დავაკელით ჩემს გუშინდელ ვიდეოს, რაღაც დავაკელი ახსნა, მე ასე ვფიქრობ. აი მეგობრებო, როგორ გითხრათ. დედაჩემ მე იმიტომ ვახსენე, რომ 300 წელია არის მუსლიმანობა ჩვენთან აჭარაში და აჭარაში ყველა არ არის მუსლიმანი მეგობრებო. ყველა არ არის ნამდვილად. აჭარაში ძალიან ბევრი ქრისტიანია და ძალიან ბევრი გაქრისტიანებულია. მათ შორის ჩემი შვილიც ვთქვი, დედაჩემი ვახსენე რატომ? მისი დედა იყო ხოჯა. მისი დედა მყარია უკვე რამდენი წელია. დედაჩემი ისე გახდა, თქვათ 88 წლის რომ ის მისი რწმენით დაბერდა და დედაჩემს ვერავუხსნი მეთქი. ეს იმიტომ თქვი, რომ აი დედაჩემი ჩვენ გაგზარდა შვილები იმ რწმენით და ჩვენ ვერ ვემსახურებით ისე როგორც საჭიროა მუსლიმანობას და ვერ ვაკეთე. მე მაშინ უნდა ვიარო ლეჩაქით, არც ასეთი მკლავით არ უნდა ვიყო, არც თქვათ, არც თმას არ უნდა მივხედო, არც უნდა შევიღებო, ბევრი რამე არ უნდა გავაკეთო მუსლიმანურ წესში. შეგება შეიძლება, ოღონდ ჩადრე ჩვენთან ისე არ ცხოვრობენ მეგობრებო, რომ ასეთი იმით იარონ როგორც არაბეთშია. ასე ჩვენთან არ არიან. მაგრამ რწმენა აქვთ მუსლიმანებს და იმ რწმენით მოდის დედაჩემი და იმ რწმენით მოდიოდა ჩვენი ოჯახი და ჩემს დიშვილები მონათლულები არიან, ჩემი ძმისშვილი მონათლულია, კიდევ მეორე ძმისშვილები მონათლულია, კიდევ მესამე ძმისშვილი მონათლულია, რძლები მონათლულია. კი ბატონო, შვილების თემა კიდევ სხვა არის და აი მე რომ დედაჩემთან მივიდე და ვუთხრა, დედა მე უნდა მოვინათლო დედაჩემისთვის, არ იქნება ეს გასაგები, ვერავუხსნი მე იმ ქალს. აი რას ვამბობ მე, იმიტომ ვახსენე მე დღეს დედაჩემი და იმიტომ თქვი რომ მე იმას ვერავუხსნი. ის კი ვერ დამაძალებს მე, ვერ დამაძალებს, მაგრამ დედაჩემი ახლა იმას აქშია რომ მე იმას პატევი უნდა ვცე. და მე დედაჩემს ვერაფრით ვერ გავაგებინებ, რომ მე რომ თუმცა მე რომ მოვინათლო დედაჩემისთვის ვერ გავაგებინებ, რომ ეს რა არის და რატომ უნდა მოვინათლო. აი ამის თქმა მინდოდა დღეს და რაღაც დავაკელი ეთყობა ჩემ ახსნას. თუმცა დედაჩემი როგორც ახლა ჩემი ძმის რძლები, დის რძლები, ან ჩემი შვილი, ჩემი დიშვილი, როგორც თქვი წეღან, ვინც არიან მონათლულები. ის საყვედურით არავის არ ეუბნება არაფერს, მიიღო ისეთები, უყვარს, ელოლიავება, ეფერება, ერთ სიტყვას ცუც არ აკადრებს და ცუც რატომ უნდა აკადრებდეს ეგ რაშვაში, არასწორად თქვი ახლა. ანუ იმასაც არ იტყვის რომ თქვენ მონათლული ხართ და რაღაც შენიშვნის მსგავსად, როგორც ახლა იცის ბევრმა ასეთი და იმიტომ ვამბობ. მე დედაჩემზე არ ვაკეთებ ამ კონკრეტულად ამას. იცის ბევრმა მუსლიმანმა შეხება ქრისტიანებთან და იმიტომ ვლაპარაკობ. დედაჩემა არ იცის ნამდვილად. ის ღებულობს ადამიანებს მათი სიკეთით, მათი სიხარულით, მათი სიყვარულით და არა რელიგიის განსხვავებით, ნამდვილად. მაგრამ
მე შვილმა რომ ეხლა დედაჩემს მოვინათლო და აუხსნა რომ დედა მე ვინათლები, იმიტომ რომ კი არაფერს არ მეტყვის, შეიძლება არც არაფერი არ მითხრას, ჩემ ჯანმრთელობას თუ უკეთესად ვიქნები მე და ეს მისთვის იქნება სიხარული, მაგაც ვერ მეტყვის მე და არც მეტყვის მე ვარს, მაგრამ მე ხომ ვიცი მის გულში რაც მოხდება. აი ეგ არის მეგობრებო, ეგ არის. ეგ რაღაც დავაკელი, ვერ ავხსენი. მე არ ვამბობ იმას, მე ორივე რელიგიას პატივცემ და ორივე მიყვარს და ორივე რელიგია მიდის ღმერთთან. არც ერთი მიდის სხვა მხარეს. ორივე ემსახურება ღმერთს, განსხვავებული წესებით, რა თქმა უნდა. მე და თქვენს დიდ პატივს გცემთ, მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდ პატივს გცემთ, თქვენი ადამიანობა, თქვენი სიყვარული და თქვენი სითბო ჩემთან აისახება თქვენი კომენტარებით და მე არც თქვათ თქვენ არ იცოდით დღემდე თქვათ ჩემი არც წარმომავლობა და არც თქვათ ჩემი რელიგიის შეხედულება და არც მე არ ვიცოდი თქვენი ხო და ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი და გვეყვარება ერთმანეთი მუდამ. განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად. იმიტომ რომ ეს რომ იყოს სხვა რელიგია, თქვათ, იმას რელიგიასაც ხომ ვერ დავარქმევთ. განსხვავებული მიდგომა, მაშინ სულ სხვა თემა იქნება. და საერთოდ შეგეცლებოდათ დღეს ჩემს მე რომ მეთქვა თქვენთვის ახლა ამეხსნა მე ვარ იაღობელი ღმერთმა დამიფაროს. ამეხსნა მაშინ ხომ შეგეცლებოდათ თქვენ ჩემთვის წარმოდგენა. და მე ვარ აი როგორ გითხრათ. როცა აი რა სიტყვებია ჩემი მაგალითად და როგორ არის. ჩვენ სისხლით კი ბატონო, სისხლით ვართ ჩვენ ქრისტიანები და ვართ ჩვენ ძირძველით და ყველანაირად ვართ ქრისტიანები. აი როგორ თქვა, არ მინდა ისეთი თემა გამომივიდეს და ისეთი თემა ჩავაგდო, რომ მე ამას მოყვეს თქვათ როგორ გითხრათ მეგობრებო, მუსლიმანებიც მიყურებენ მე ხო? და ერთმანეთთან რაღაც თუ გინდაც ოდნავი სიტყვა არ მინდა. ამისთვის მე არ მილაპარაკია და ამისთვის მე არ ვაპირებ თემის გაგრძელებას. ეს ეხლა იმიტომ ვამბობ მე ამას, რომ რადგან ჩემთან კომენტარები არის, მე დარწმუნებული ვარ 100%-ით, თქვენ მე მისურვებთ ჩემი ჯანმრთელობის გამო შეიცვალე რელიგია და იქნები უკეთესად რომ თქვენ ისედაც ქრისტიანი ხართ წარმოშობით, კი ბატონო, მაგრამ 300 წელი ცოტა დრო არ არის, რომ გესმოდეს ყურში დედაჩემზე ვლაპარაკობ, მუსლიმანურად მოდიოდე, დედაჩემი ხომ არ არის 300 წლის, მაგრამ თითქმის 90 წლის ხდება და ისე მოდის მისი თაობა, მისი წინა თაობა 300 წელი ძალიან დიდი დროა მეგობრებო, რომ უცებ ვერ შეიცვლის ვერც დედაჩემი და აი მე როგორ ვამბობ, როგორ მინდა რომ სწორად ვთქვა და იქნება კიდევ არ გამომივიდეს სწორად. მე მოწონებაზე არ არის მეგობრებო საქმე, მომწონს მუსლიმანობა და მომწონს ქრისტიანობა. მოწონება რა შუაშია? კი არ უნდა მოგწონდეს, შენი გულიდან უნდა მოდიოდეს, შენი სულიდან უნდა მოდიოდეს, რომ გინდოდეს უნდა. და მე აი ამას ვამბობ. მე ორ რელიგიას შორის გავიჭედე და დიახ, უნდა გადავდგა ნაბიჯი, ან ერთი უნდა ვიყო და ან მეორე უნდა ვიყო. და ეს ჩემი არჩევანი იქნება. ის ვიქნები თუ ეს ვიქნები. მაგრამ აი რაშია საქმე. მე რომ ჩემ იმ რელიგიას დავუბრუნდე, ვერ ვიქნები, ვთქვათ, ვერ ვიქნები შემოსილი ისე და ვერ გავაკეთებ იმ წესებს, მაგრამ გულით ხომ ვიქნები? გულით ხომ ვიქნები? ქრისტიანში ძალიან ბევრი წესებია და ვერც იმას ვერ გავაკეთებ, მაგრამ გულით ხომ ვიქნები? ჩემი გული საითაც მიბიძგებს, ჩემი გული საითაც გამიწევს, მე არჩევანი მომიწევს, იმიტომ რომ ერთ რელიგიას გავყვე და ერთ მხარეს ვიარო და არა ორივე მხარეს ერთად ვერანაირად ვერ წავალ, დღესაც ვთქვი. ვერ წავალ და ორი გზიდან ვერ ვივლი.
მომიწევს ამის გაკეთება, მაგრამ მე დედაჩემს ამას ვერასოდეს ვერ ავუხსნი და ვერ შევკადრი. აი ისი თქვა მინდა. გაიგეთ სწორად მეგობრებო და ძალიან გთხოვთ ერთხელ კიდევ რომ თქვენ ერთმანეთს არაფერი არ უთხრათ ჩემს გამო, თუნდაც რელიგიის შეხედულებების გამო. ვინც გინდა იყოს, გინდ ქრისტიანი, გინდ მუსლიმანი და ან თუ გინდაც იმის გამო რომ მე გული არ მატკინოთ და სხვანაირად მე იმიტომ თქვი დღეს რისი თუ გინდაც რომ ჩამქოლოთ არასწორი თქმისთვის მეთქი ამისთვისაც მზად უნდა ვიყო, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად ისი ავხსნა ეს თემა რომ ღმერთთან მიმავალი გზა არ არის დანაშაული არც ქრისტიანობაში და არც მუსლიმანობაში, ხო? ეს დანაშაული არ არის. უბრალოდ ორი რელიგიის რწმენით ცხოვრება რთულია გეთანხმებით. ან ერთი უნდა იყო, ან მეორე და ეს მე თავიდანაც ვთქვი. და აი ამ თემას შევეხედა დედაჩემი, იმიტომ ახსენე იქ მე, რომ რთულია იმ ადამიანს აუხსნა, რომ მე დედა დღეს მოვინათლე და გამიგებს, აუცილებლად გამიგებს, მაგრამ მის გულში როგორ იქნება ეს ცოტა იმიტომ რომ დედაჩემი 90 წლის ხდება და მისი უმანკო დედა, რომელმაც ქმარი დაკარგა ომში, დარჩა ერთი შვილი და მეორე შვილი 6 თვის მუცელში ჩემი დეიდა, რომელმაც ისწავლა გაზარდა ეს ისწავლა მუსლიმანური წესები, ადათ წესები, მუსლიმანური კითხვა, კითავის, მუსლიმანური შეხედულებებით, ხოჯაქალი იყო, მევლუდებს კითხულობდა. რატო გიხსნით ახლა ამას, რომ უფრო კარგად გაგაგებინოთ ის, რომ აი რას ნიშნავს მათთვის ეს და აი როგორც ქრისტიანი ქრისტიანულს ემსახურება და სულით და გულით არის მასში, სული და გულია მასში ჩადებული, ისე იყო მისთვის სული და გული ჩადებული მუსლიმანობაში. და ისე გაზარდა ორი შვილი ბებიამ, ანუ დედაჩემის დედა, რომ ამ მუსლიმანური ადათ წესებით და ისე ზრდიდა, ისე უსნიდა და განსხვავებები რა თქმა უნდა არის, მაგრამ არც იქ არის თქვათ ის რომ არა კაცკლა, არა იმრუშო, არა და აღარ ჩამოვთვლი, ყველა მიცით და იქაც ეს არის და აქაც ეს არის. განსხვავებები ბევრი რამე არის, რა თქმა უნდა. დღეს რომ მითხარით რომ შეხვალ ეკლესიაში პირჯვარი უნდა გადაიწერო და ამას მუსლიმი ღმათ თუ ჩავწვდებით მეგობრებო, ღმათ თუ ჩავწვდებით, ძალიან ძნელია და ძალიან რთულია. მესმის ესეც, მაგრამ ძალიან ბევრი რამეც არის მეგობრებო, იმიტომ თქვი მე, ხო და იმას დავამთავრებ, რომ აი დედაჩემი ასე გაზარდა მეთქი და უმანკო ბებიაჩემმა ომში დაკარგული ქმარი, რომელსაც მთელი ცხოვრება ისე ელოდა, რომ ის დაბრუნდებოდა, იმაში ალია მისი ცხოვრება ორ გოგოს, გაზარდა თავისი შვილები მის მაზლებთან და შილებთან, ანუ ქმრის ძმასთან და ძმის ცოლების ერთად გაზარდა და მერე გოგო გაათხოვა, დედაჩემი რომ გაათხოვა, მასთან გადავიდა საცხოვრებლად და ის მისი რწმენაც შეინარჩუნა. მუსლიმანობა, იმიტომ ლაპარაკობ რომ ამას, რომ მუსლიმანობა იგივე რელიგია, იგივე სიწმინდეა, იგივე სისუფთავეა, არ არის ის, თქვათ, განსხვავებები არის, მაგრამ მიდგომა არის სხვანაირი. თორემ იქაც არის ის წესები, რომ როგორ უნდა იცხოვრო და როგორ უნდა იყო ღმერთთან ახლოს. და უმანკოს იმიტომ ლაპარაკობ, რომ ფაქტიურად ქვრივი ქალი იყო ის ომში დაეკარგა ქმარი, თავისი მით ელოდა, მაგრამ კი აღარ დაბრუნებულა და არც დაბრუნდებოდა, ომს შეეწირა
მისი ქმარი, ანუ ჩემი ბაბუა დედის მხრიდან და პატიოსნად იცხოვრა მთელი ცხოვრება. ლეჩაკ დახურულმა ასეთი მკლავით, ასეთი სამოსით ხოჯა იყო, კითხულობდა მეულოდებს და ასე გაზარდა დეიდაჩემი, ასე გაზარდა თქვათ კი არა დედაჩემიც და ასე მოდის იქედან, მოდის და მერე აი ცოტა გადავედით ხო? მე არ ვიცვამ ასეც, თქვათ მე არ დავდივარ ლეჩაკით, არც ჩემი და არ დადიოდა თქვათ, ცოტა გადავედით იმისკენ, რომ სულ ისე ვერ მივყვებით ჩვენ და შეიძლება ამაზეც შეტკივოდეს ახლა დედაჩემი თავსაფრით დადის, ლეჩაკით და ასეთი იმით არა, მაგრამ ჩვეულებრივად თავსაფრით დადის და მე ვერ ვაკეთებ იმას. ვალდებულია ის რომ მე შენიშვნა მომცეს, მაგრამ ვერ მაიძულებს რომ ეს გავაკეთო. მაგრამ გული ხომ არ უნდა ვატკინო, ის დედაჩემია. მე ხომ არ უნდა ვატკინო გული და მე იმას ხომ არ დაუწყებ ახლა რომ არა შენ გინდა მაგი იყავი თუ გინდა და არა მე ეს მინდა და ეს ვიქნები. აი ეს არის მეგობრებო, ხვალ და ზეგ არ მინდა მძიმე სიტყვებით რაღაც ვთქვა. ხვალ და ზეგ შეიძლება გადავდგა მეც ის ნაბიჯი. არა იმიტომ რომ მე ეს არ მომწონს და ის მომწონს. არა მეგობრებო. ისიც ღმერთისკენ მიმავალი გზა არის და ესეც ღმერთისკენ მიმავალი გზა არის. იოლი და ადვილი არც ის არის და არც ეს არის. იქაც აქ ადათ წესები და აქაც არის თავისი წესები. მაგრამ გადავდგა შეიძლება რის გამო, იცით? უკვე ძალიან ახლობლოში, შინაურებში, სამეზობლოებში, სამეგობროებში უკვე სულ ვართ არიან უკვე ქრისტიანები. ეხლა გაქრისტიანებული როგორ უწოდო, როცა წარმოშობა და წარმომავლობა ქრისტიანობია. მაგრამ მუსლიმანობით მოდიან დღემდე და მე აქ ქრისტიანობა მიღებული, ანუ გაქრისტიანებული მაინც ცუდად ჟღერს და არ მინდა უწოდო. და მეც შეიძლება უკვე რაღაც არც უნდა ვიგრძნო თავი იმათ რომ მე მუსლიმანი ვარ და ქრისტიანების გვერდით ვერ უნდა ვიყო. ეს არც უნდა მაგძნობინოს ვინმემ და არც უნდა ვიგრძნო. მაგრამ შეიძლება ამის გამო და იმის გამო, ჩემი ჯანმრთელობის გამო, ჩემი მის გამო რომ უკვე ჩვენშიც ძალიან ბევრი მომრავლდა ვამბობ ყველა ქრისტიანი და მარტო მე არ ვარ. აი მე მივყვები ასე ნაწილობრივ იმას, ნაწილობრივ ამას და ვარ გაჭედილი. აი ეს სიმართლეა. მე სიმართლეს ვლაპარაკობ ყველაფერს მეგობრებო და არა იმას რომ არ მეთქვა საერთოდ ვერც გაიგებდით და მაგალითად ვიტყოდი ეს ვარ და მორჩა, ან ის ვარ და მორჩა, მაგრამ მე სიმართლეს ვლაპარაკობ. მე ყველაფერს ვამბობ იმ გულით, იმით, რაც რეალურად არის ჩემ ცხოვრებაში. და თქვათ ჩემი ძმის ცოლი როგორც მე ისე, მაგრამ ოჯახში ქრისტიანი რძალი ყავს, ქრისტიანი შვილი ყავს, მაგრამ ჩემი ძმა, ჩემი რძალი მუსლიმანია, იმიტომ ვამბობ მეგობრებო, რომ მონათლული არ არის. თორემ ისეთი მუსლიმანი ვერ არის, როგორც საჭიროა. აი აქ არის სწორი თქმა, ეხლა უფრო ვამბობ სწორას. მუსლიმანია მოყვება ის მუსლიმანობა და მუსლიმანია იმიტომ, რომ არ არის ქრისტიანი და არ უკეთია ჯვარი. მაგრამ შვილსაც პატივცემს, ძალსაც პატივცემს, შვილიშვილებიც მონათლულია და იმ ოჯახში ცხოვრობენ. ასია მეორე ძმის ოჯახში, ასია ჩემი დის ოჯახში, უკვე ჩემი დის ოჯახში ყველა ქრისტიანია, ჩემი და აღარ არის. აი ამას ვამბობ, ნელ-ნელა ისედაც გადავარ, თავისთავად გადავარ. უკვე ვატყობ, თქვათ, მაგრამ მე დედაჩემს ვერ ავუხსნი, ვერ შევკადრებ, ვერ ვატკენ გულს. მე იმიტომ დავუშვი დღეს ეს დედაჩემის თემაც და იმიტომ თქვი სწორად გამიგეთ მეთქი და აი ეხლა უფრო მიხვდებით ალბათ რის თქმაც მინდა.
ეხლა უფრო მიხვდებით ალბათ. ჩემი თავის შემოგევლოთ, ძალიან მიყვარხართ, კიდევ ერთხელ ვამბობ და ამას 100 ჯერ ვიტყვი, ძალიან მიყვარხართ, ჩემი თავის შემოგევლოთ, მე ძალიან კარგად გავიგე, რაც მომწერეთ, რაც მითხარით, ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, მართალი ხართ, 100%-იანი ხართ, იმაშიც რომ ერთი რელიგიით უნდა იყო და გაორებული ცხოვრებით ვერ იცხოვრე. მართალი ხართ. მაგრამ ეს მაგრამ მიხვდებით რას ნიშნავს. ხო. დედაჩემმა მიგვიღო ასეთიც თქვათ და მე არ ვატარებ, მაგრამ არ ვატარებ თავსაფარს, მოკლესაც ვიცვამდი, ასეთი მოკლითაც დავდიოდი მე მაგალითად. და მე ეხლა ასე რომ მაცვია, თქვათ ესეც არ არის, ეგეც არ არის მიზანშეწონილი, ასე უნდა მეცვას, თუ მიუყვები. მაგრამ ასეთსაც ვიცვამ, რიტელკებსაც ვიცვამ, თქვათ ყველაფერს იქ ვაკეთებ, თქვათ იმას, რომ თუ მიუყვები იმას 100%-იანად, ასე არ უნდა გამოვიყურებოდე, მაგრამ ვერ მიუყვები. და ამიტომ ვარ არც იქით და არც აქით ვარ და რომ გავაკეთო სწორად და ზუსტად, მაშინ იმ ხარეს რომ დავეძლო, მაშინ ისე უნდა ვიყო, რომ ბოლომდე უნდა ვიყო, როგორც მუსლიმანს ეკადრება. თუმცა კარგი, სხვებს არ შევეხოთ, მართალია. და თუ ქრისტიანების მოვინათლები და ვიქნები ქრისტიანი, ის უნდა ვაკეთო და აი როგორ მეგობრებო, მარტო ჯვარის დააბმას ხომ არ აქვს მნიშვნელობა და მარტო მონათლას ხომ არ აქვს მნიშვნელობა. უნდა გააკეთო ის, რაც არის წესი და გინდაც აქით და გინდაც იქით. უნდა გააკეთო. თორემ მოინათლე და რა თუ არაფერს არ მე თქვენზე კი არ ვლაპარაკობ მეგობრებო, ღმერთმა დამიფაროს, თქვენ ყველა თქვენი როგორც ცხოვრობთ და როგორც ხართ, მე არც ვიცი და თქვენი ცხოვრება გაქვთ და ღმერთმა შეგარგოთ, ღმერთმა გაცხოვროთ ისე როგორც ხართ და უკეთესი ცხოვრება მოგცეთ უფალმა. მე ვამბობ ჩემზე. ჯვარს თუ დავიკიდებ, თქვათ და მოვინათლები და თუ არ გავაკეთებ იმ ყველაფერს, რაც წესია, რა მნიშვნელობა აქვს? ეხლა როგორც ვამბობ, მუსლიმანი ვარ და ვერ ვაკეთებ ვერაფერს და ვიცმევ ასე და არ მახურავს, აი ამას ვამბობ. რა მნიშვნელობა აქვს მაშინ? მე ის ვარ თუ ეს ვარ? თუ შენს რელიგია, ჩემი არ არის კარგი და ვარქვათ რომ არ არის ჩემი მუსლიმანობა და შევცლი მე ქრისტიანულად. იმის გამო რომ მე ჯამრთელი ვიყო და იმის გამო რომ მე დანაშაულს ჩავდივარ და ღმერთმა ხომ არ ცუდად ან რა ვიცი, მაგრამ ღმერთს რომ არ ვყარებოდი, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ღმერთს ვყარები ვარ და ღმერთმა შეიძლება ის დამანახა ის სიკვდილი და დღეს მაცოცხლებს იმისთვის, რომ თქვათ მივიღო, შევიყვანო თავში, რომ ავერჩიო ჩემი გზა. ესეც მიფიქრია, ისიც მიფიქრია, რომ ღმერთს ვყარები ვარ და მომაბრუნა უკან. ძალიან ბევრი ფიქრები მქონია მეგობრებო და იმით დავამთავრებ. ეხლა რომ ძალიან ბევრი არ გამიგრძელდეს, ბევრ საუბარში ბევრ შეცდომას თავშვებს ადამიანი ყოველთვის. იმით დავამთავრებ მეგობრებო, აი ძალიან დიდ მადლობას გიხდით. უსმინეთ ჩემს ვიდეოს, შეიწუხეთ თავი, მომაწოდეთ აზრები, ძალიან დიდი მადლობა, გეთანხმებით ყველას ყველაფერში, მართლები ხართ, რა თქმა უნდა, ჩემი არჩევანია, რა თქმა უნდა, თქვენი თქმაც მისაღებია, თქვენი ოღონდ ერთმანეთს გეხვეწებით, გემუდარებით, რომ ერთმანეთს არაფერი არ უთხრათ ჩემს გამო. ჩემს გამო. მითხარით მე. ნახოთ ხვალ ზეგ მომავალი გვიჩვენებს, რას როგორ გავაკეთებ. ვითვალისწინებ დედაჩემს. ალბათ ამით ყველაფერი გასაგები იქნება ეხლა და მე მგონი ეს თემა ამოვწურე და
ხვალ და ზეგ დრო გვიჩვენებს რას ვიზავ და რას გავაკეთებ. არ ვიცი, შეიძლება ახლანდელ ლაპარაკშიც რამე ისე ვერ თქვი და ვერ ახსენი როგორც მინდა. აი დღესაც ისე ხომ ვისაუბრე, მინდოდა რომ ბოლომდე ამეხსნა და სწორად მომეტანა თქვენამდე, რის თქმაც მინდოდა. მაგრამ რაღაც მივაკელი ფიქრობ. მე მგონი ეხლაც რაღაცას მივაკლებ და არ მინდა მეგობრებო დარჩეს ეს თემა გაუგებარი და არ მინდა რომ იმას არ გულისხმობ მე მეგობრებო იხაც სწორად გამიგეთ. პირიქით მადლობელი ვარ თქვენი. ცამდე მადლობელი ვარ თქვენი რომ მე სწორს გზას მირჩევთ და სწორ გზით იარე და რა თქმა უნდა არ შეიძლება ორი გაორებული ცხოვრება, ან ერთიც იყო და მეორეც იყო. 100%-ით გეთანხმებით. ან ერთი უნდა ავირჩიო და ან მეორე უნდა ავირჩიო. გეთანხმებით მეგობრებო. უბრალოდ მე დღეს ის ვთქვი რომ დანაშაულს მე მგონი არ ვაკეთებ იმას მეთქი რომ მე თუ იმასაც ვაკეთებ და ამასაც ვაკეთებ ეს ცოდვად მე მგონი არ უნდა მეთლებოდეს მეთქი. იმიტომ რომ ორივე გზა ღმერთისკენ მიმავალი გზაა. ძალიან ისე არ გამომივიდეს მეგობრებო და რამე შეცდომა კიდე არ დაუშვა საუბრის დროს, ცოტა ვთხილობ, მეშინია, მაგრამ არ ვიცი შეიძლება მერე რომ ჩემს ვიდეოს მოусმინო, შეიძლება 1-10 დღის მერე, შეიძლება მაშინ მივხვდე რომ ეს არ უნდა მეთქვა და შეცდომა დაუშვი ამაში და ეს არ იყოს სწორი მაყურებლის მიმართ. თუ რამეს არასწორად ვამბობ მეგობრებო, ბოდიშ გიხდით წინასწარ, თქვენი ყველა კომენტარი ჩემთვის მისაღებია, ცამდე მართლები ხართ. მადლობა ყველას მაგისთვის, თუნდაც ერთი 100-ს რომ დაწერეთ. ამისთვისაც დიდი მადლობა. გულით გინდათ რომ მე მისურვოთ ის გზა დამანახოთ, საითაც სწორი გზა არის და სწორი მიმართულებით ვიარო და აი უღრმესი მადლობა მართლა. მაგრამ მე მგონი ეხლა ავხსენი და მიხვდით რა ვიფიქრე დღეს. დაგემშვიდობებით მეგობრებო, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ბედნიერ მომავალს გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და ყველა მაგრად მიყვარხართ. აი რაც არ უნდა გეთქვათ და დაგეწერათ დღეს ჩემთვის, მე ბოლოშიც ვთქვი, თუ გინდაც ჩამქოლოთ, მაინც ჩემთვის იგივე იქნებით. იგივე სიყვარულით ვიქნები თქვენთან. და ჩემთვის არ იქნება ეს პრობლემა არანაირი მეთქი. მე ცუდი არც მომსვლია კომენტარი, ეგეც არ გამიგოთ ახლა და ცუდი კომენტარი არ მომსვლია, პირიქით შეიძლება ვიღაცას უცხოს და ხვალ და ზეგეს ვიდეო კიდევ გაგრძელდება და შეიძლება ისეთი კომენტარი მივიღო რომ მართლა ჩამქოლო, მაგრამ ამ რადგან იტყვი ადამიანი და ილაპარაკებ, ყველაფერს უნდა ელოდო, კარგსაც და გლახავს და პირიქით თქვენიდან იმდენი დადებითი კომენტარი მოვიდა ჩემთან და ისეთი სწორის მიმართულება და ისეთი გულწრფელი კომენტარები იყო ჩემთან წამოსული, რომ მადლობის მეტი რამე თქვის. აბა დროებით.